ერთი პერიოდი შეგაწუხებდნენ ძალიან, როდესაც ქეთი დოლიძეს და თქვენი ურთიერთობა დაიძაბა და ყველა ჟურნალისტი გირეკავდათ ინტენსიურად. საბოლოოდ ეს ურთიერთობა მოგვარდა, დაალაგდა, ყველაფერი განეიტრალდა, კომასია. ხო, ჩვენ მე და ქეთის ის ურთიერთობა რაც ქონდა, აღარ გვექნება არასოდეს. მაგრამ ის რომ მართლა ორივე აღზრდილი ადამიანები ვართ და მე მგონი არც ის არ უნდა მომხდარიყო რაც მოხდა, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ აი ჩემმა დუმილმა ალბათ ბევრი რაღაცა გააკეთა, როცა მე არ ავყევი არც ერთ ჟურნალისტს და არც ერთ ქეთის რეპლიკაზე კომენტარი არ გავაკეთე. და მე ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან ქეთი ამ ჭკუაზე დადგებოდა და ეხლა როგორც ამბობს რომ ნინელი თურმე არაფერ შუაში არ ყოფილა, ეს უბრალოდ საწყენია რომ ეს თავშივე რატო არ იცოდა, იმიტომ რომ ძალიან ახლობლები ვიყავით. მე ქეთი ძალიან მიყვარს იქედან გამომდინარე რომ მრავალი წელი გაგვიტარები ერთად და ვერასოდეს ამ ურთიერთობას მე ხას ვერ გადაუსვამ და არ გადაუსვამ. ძალიან ბევრი კარგი წუთები მახსოვს ერთად გატარებული ჭირშიც და ხინშიც. თუმცა წყენად რჩება? არა, ეს არ არის წყენა, როგორ გითხრათ. წყენა ძალიან ცოტაა იმისთვის. მე ჩემთვის ვკარგავ ხოლმე ესეთ ადამიანებს, თუ შენ ვიღაც ჟურნალისტის გჯერა და შენ ჩემზე ფიქრობ ისეთ რამეს, რაც არ უნდა იფიქრო, რისი გამკეთებელიც არა ვარ და ვერასოდეს ვერ გავაკეთებ, ესე იგი ფასი არა აქვს ჩვენს მომდევნო ურთიერთობას. და ამიტომ რასაკვირველია ის ყოველთვის იქნება, მე ყოველთვის ჭირში თუ ხინში თუ რამე გაუჭირდა რასაკვირველია იქ ვიქნები, სადაც საჭიროა. მე ვიყავი პირველი, როცა უბრალოდ ის იმ პოზიციაზე, რაზეც იყო, იმ პოზიციაზე 4 წლის მერე თუ 8 წლის მერე უფრო მეტხანს იყო ქეთი. მე ვთვლი რომ ესეც ნაწილობრივ ჩემი დამსახურება იყო, იმიტომ რომ გვერდში ვიყავი და ვთვლიდი რომ მის მიმართ უსამართლობა იყო და უნდა ყოფილიყო ის იმ პერიოდში, უნდა აღდგენილიყო სამხატვრო ხელმძღვანელად, მაგრამ გავიდა ეს ვადა და ესე მოხდა და აერჩიეს სხვა. და მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერანაირს. ის დარჩა ამ თეატრის რეჟისორად და პირველი რაც მე მაშინ მოსულ მინისტრს უთხარი, მეტი არც ერთ თემაზე არ მილაპარაკია, რომ ვიდრე ეს თეატრი არსებობს, ქეთი დოლიძე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ თეატრის, არა ერთადერთი. და ვიდრე ეს თეატრი არსებობს, ქეთი დოლიძე უნდა იყოს ამ თეატრის წევრი და თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ მას არც ხელფასი არ დააკვდეს, არც კონდეს ყველაფერი და ასეც მოხდა ის წლები, ჩვეულებრივად ქეთი იღებდა ხელფასს, იყო თეატრის რეჟისორი და ეხლაც ძალიან მიხარია, რომ აპირებს გაგრძელებას და რაღაცას ალბათ დადგავს, გააკეთებს და ძალიან კარგი. ძალიანაც კარგი.